დეშბორდი ამითო თეთრადო და შავად ვერ გადამყავსო. დღეს ძალიან ცივი ამინდია. დღეს არის 7 იანვარი. შობის დღესასწაულია ყველას გილოცავთ. მრავალდაეს წარით მნიშვნელოვანი დღესასწაულია ყველა ქრისტიანისთვის და კარგად ყოფილიყავით მუდამ. უფალი იყოს თქვენი მფარველი ხალხი. დღეს ახლა გამოვედით, მივდივართ ერთ-ერთ კაი მაღაზიაში და ბენზმაკას დაბადების დღისთვის უნდა ვაჩუქოთ. პატარა საჩუქარი ეს არის ბაიკის ჩანთა. ეს ზაღლები. ხო და უნდა ვაჩუქოთ კარგი სუვენირი, რაც გამოადგება ყოველთვის ბაიკზე. ამასთან ერთი სიურპრიზიც მაქვს თქვენთვის, ჩემმა ახლობელმა, ჩემმა გამომწერმა, აი YouTube-დან გავიცანი, იყიდა ტრიუმფი 765 RS-ი, აი ადამიანი და აუცილებლად კადრშიც განახებთ, ძალიან მაგარი ბაიკია. ძალიან კაი მდგომარეობაში, ძალიან კაი ფაში, ძალიან კარგი გარბენით, ძალიან დაბალი გარბენით. უკან ინსტაც იღებს. იმედია, ჩავრთე როგორც მახსოვს. გავიარე ამ ბაიკით და აი შთაბეჭდილებები მქონდა ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ბაიკია, ოღონდ მართლა თან Rain Mode-ზე დავდიოდი, ანუ მაგას აქ 4 ან 5 მოუდი, არ მახსოვს ზუსტად როგორც მითხრა შოთამ. ნუ Rain-ი არის, მერე Road-ი არის, მერე არის უკვე მგონი სპორტი და მერე ტრეკი და ტრეკით შეგიძლია რაღაც მოუდებად გადაცვალო რა, აღარ ერევა ელექტრონიკა. ძალიან მაგარი ბაიკია, აი სასწაული ჯანი აქვს. ხმა არის მისავარაუდოდ, იმიტომ რომ მიკროფონზე მაქვს დაყენებული, კატასტროფული ხმა აქვს. აი მოვიდა. ეხლა გავივით მაღაზიაში, საჩუქარს ვიყიდით და მერე დავეშვებით ჩვენ სპოტზე. ძალიან ლამაზია. პროსტა შეჩვევის ამბავია ჯერ და რაღაცებს ეჩვევა. დეშბორდი ამითო თეთრადო და შავად ვერ გადამყავსო. აх, ჩემი იმენა, აი, ოდესმე უეჭველი ვიყიდი ამ ბაიკს, ძალიან მაგარი ბაიკია. უიმე! პროსტა საბურავი ხელს არ უწყობს. ტრეკის საბურავი უყენია და ვაფშე არ აქვს მოჭიდება, სუბუქსაობს. და საბურავით მე ვჯობი ვარ ჯერჯერობით. Quick shifter-ი ზევით, ქვევით, რავი, ყველგან ყველაფერია. ეხლებოდით ალბათ სადაც მოვდივარ, მიწადიხართ აქ ხშირად. ეხლა ჩაგრავდნენ ნინძა 400-ით და ტრიუმფით, იმიტომ რომ მოპედით ვიყავი და ეხლა ნინძა 400 ეგრევე ჩაიკლივა. მარაშო გზებზე მართლა მაგრამ ასწრებს ნაძირალა ბაიკიას. ეს ბაიკია რა, ძალიან მაგარი და ამის განხილვა უეჭველი გვექნება. просто კაი ამიდები უნდა გამოვიდეს და მე კაი ვიდეო შემოგთავაზებ თან წინ ჩემ მეგობარს ჩამოყავს 09 და ეგ მაგის განხილვას გელოდებათ აუცილებლად.
მაგრამ მივაჭირეთ, მაგრამ იმ ჯიპმა არ გამიშვა ემელის. კარგი სიჩქარე ქონდა აკრეფილი უბრალოდ, თორე თან ასფალტი ცივია. ძალიან ცივია, ვერ ეჭიდება, თამუხრჭე მანძილი იზრდება და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. თავზე ვიძალა არ არის, თავს ვერ ვიკლავ. ვისაც Just Rider-ი გამოწერილი ყავს, რა მაგარი ბაიკებით დადიან. მიდი გაიარე, ხარ მოიხსნა, ჩემით გაიარე, მიდი. ცოტა გაზი მიაყოლე. ეხლა გავდივარ ერთ-ერთ კაი ბიჭთან, რომელიც არის იუთუბერი, ესე ვთქვათ, ვიდეოებს აკეთებს. თვითონ და მისი გუნდი ძალიან მაგარი ხალხია, ეს არის მოტოსფერო. ვინც არის ის შეგიძლიათ დასერჩოთ, ნახოთ მართლა კარგ და ხარისხიან კონტენტს აკეთებენ. ჩემი კოლეგები არიან, ესე ვთქვათ. ამ ბიჭებმა დაანონსეს გათამაშება, რომელიც ჩაინიშნა თუ არ ვცდები 28-29 დეკემბერს, მე მგონი. ნუ 6 იანვრამდე იყო გათამაშება, 6 იანვრამდე გრძელდებოდა, 6 იანვარს უკვე მთავრდებოდა და გამარჯვებულები მიიღებდნენ 100 ლიტრ საწვავს. ანუ 50-50 ორად იყოფოდა. აი აქ ამოვა ვიდეო და ეხლა მოგუსმინეთ. გათამაშდება Total-ას 100 ლიტრა პრემიუმ საწვავი. გათამაშების პირობები ძალიან მარტივი არის. თუ გეხერხება პატარა ვიდეო ედიტების გაკეთება, შეგიძლიათ ჩვენი ვიდეოებით პატარა რაიმე rilsი ააწყო. აღსანიშნია ისიც, რომ გამოვლინდება 2 გამარჯვებული. ერთ გამარჯვებულს ავარჩევთ ჩვენი გემოვნებით, რომელი ვიდეოც მოგვეწონება, ხოლო მეორე გამარჯვებული გამოვლინდება ლაიქების რაოდენობით. ზედმეტი 50 ლიტრი საწვავი არავის არ გაწყენთ, ესე ვფიქრობ. ხო და მეც ახალი წლების მერე მეტი რამ აკეთებინა, სახლში ვიჯექი. მოპედით მომივიდა პატარა წაქცევა, რის შედეგადაც მხარი დავარტყი, აი ფოტოს ამოვა და ძვალი მქონდა გაბზარული, ამიტომ სახლში ვიყავი რამოდენიმე დღე. ჩავჯექი და გავაკეთე მოკლე პატარა ვიდეო, ძალიან სახალისო. ნახავთ ახლა გათამაშებას. გათამაშდება Total-ას 100 ლიტრა პრემიუმ საწვავი. მეგობრებო, ზედმეტი 50 ლიტრი საწვავი არავის არ გაწყენთ, ესე ვფიქრობ. კარგია. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ოპერაცია. უნდა ყავს ლადო სუზუკი. ფიქრი არ ველოდებოდი წახი. გიმახს ორებს ყველა. ჩვენ ვიდეოში ნახავთ როგორ ისწავლის მოტოციკლეთის მართვას ქართველი ხალხი. იგივე ლევან საგინაშვილი. სადე აბა როგორ In your side is pleasure, boom, cheap pleasure. და გავხდი ერთ-ერთი გამარჯვებული და ამიტომ მამუკამ ვინც არის მოტოსფეროს წამყვანი, ესე ვთქვათ, ვინც აკეთებს მაგ ყველაფერს დამიკავშირდა. ეხლა მივდივარ, რომ ავიღო ჩემი კუთვნილი 50 ლიტრი საწვავი. და ამ ბიჭსაც გაგაცნობთ, ან გავივლით, დღეს ცოტა კარგი ამინდია. ეხლა დაურეკავ მამუკას, უკვე დავუძარი. მივდივართ დაახლოებით ელიავას ტერიტორიაზე. დანარჩენს ნახავთ კადრში. ასკა მაგრამ ფეხი მიყვანდება გადმოწყვეტ ფარდი ო არა აკეთ შემოვიდეთ ეს ო რა აკეთაც მიწევს ასევე ზმო ასევე ამას ამდენია ქალა სიჩქარე მამა უკეთ მოკლედ ვიყავ მამუკასთან ძალიან მაგარი ადამიანია უშუალო კაცი უბრალო ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი და რა ვიცი ძალიან გამიხარდა ესეთი ადამიანის გაცნობა და წამოვედი საბურავით შევცვალე ჩემ ბაიკზე აქამდე რომ მეგონა რომ როსოსამები ძალიან მაგარი საბურავები იყო თურმე ეგრე არ ყოფილა და უფრო კაი საბურავი დავაყენე ძალიან კაი მოჭიდებით და ძალიან კაი მდგომარეობაში აუცილებლად გადავიღებ ვიდეო სადაც მეგიძლიათ საბურავების ყიდვა ასევე დაბალანსება ბალანსირება დაყენება ასევე ამ ბიჭს აქვს ევაკუატორის საშუალებაც თუმცა ბაიკი გაგიჩერდება შეგიძლიათ გამოიძახოთ ამაზე ჩავწერ ვიდეოს გემრიელს არის მეორადი საბურავები მაგრამ ძალიან მაგარ ფასში ძალიან
90-95%-ობით. დამირწმუნეთ, მოგეწონებათ. როგორც ტრეკი, ყველანაირი ზომა, ტრეკი, ქალაქი, შერეული მოძრაობა, ოფროუდი, ოღონდ მარტო ბაიკების ჯერჯერობით. მერე იქნება უკვე მოპედებიც. სარკერატო ურევს. მაგარი საცობები არის, უკვე ჩამოვიდა ხალხი და კატასტროფა ხდება, ისეთი საცობებია. თან მაგრაც არ ვიცი, ალბათ ეს რო ჩავიცვი. აქედან გამომდინარე. ძალიან დიდი მადლობა ასევე მინდა გადავუხადო ტოტალას ამ ბიჭების მოსწორობისთვის, ძალიან კაი საწვავისთვის და მოტოსფეროს გვერდში დგომისთვის. კაი ხალხი არიან. ჩემგან რესპექტი. ჩემი ცეპლანი რატო ვუხსოვს გიჟივით, არ ვიცი. მოკლედ სულ ეს იყო მეგობრებო. ჩემი პატარა გასვლა, ამუკას გაცნობა ახლოდან. და ერთი მშვენიერი დღე. 20-25-ის ვიდეოც იქნება ეს. აბა ბედნიერად, სულ კარგ გზაზე გევლოთ და წარმატებები.